გამარჯობა. დღეს ისევ ორშაბათია, ჩვენ ისევ YouTube-ზე ვართ. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ თქვენს აზრს გვიზიარებთ და კომენტარებში გვიწერთ. თორნიკა როგორ ახარ? შესანიშნავად თაოდ როგორ ახარ? გილოცავ სერჟანტის დღეს, რომელიც წინა კვირაში იყო და შესაბამისად არ არის რთული გამოსაცნობი, რომ დღევანდელი თემა იქნება სერჟანტი. კი ბატონო. და ვინ თუ არა შენ ილაპარაკებ ამ ამბავზე. მოკლედ რომ დავაანონსოთ, ესე იგი დღეს ვილაპარაკებთ იმაზე, ვინ არის სერჟანტი. რა ფუნქცია მოვალეობები აქვს სერჟანტს, რა ფუნქცია მოვალეობები აქვს მშვიდობიანობის დროს, რა ომიანობის დროს. თორნიკეს ორივე გამოცდილი აქვს, გაგიკვირდებათ და მოკლედ მოგვიყევი. დავიწყოთ, ჯერ ზოგადად დავიწყოთ, რა არის საერთოდ სერჟანტი? კი ბატონო. რას აკეთებს? მეც ვუერთდები, ანუ სერჟანტთა პროფესიული დღე იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სერჟანტებისთვის. და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ დღეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ თაობამ შევქმენით და შევინარჩუნეთ და მივეცით გზა რომ უფრო მეტად გაზრდილიყო ეს ინსტიტუტი, რაც მგონია რომ და მე მარტო არ თორნიკეს არ გონია, ყველა ქვეყანაში, სადაც კი სერჟანტთა ინსტიტუტს მიეცა გასაქანი, ყველგან ნებისმიერი მეთაური პირველ სიტყვებს ამბობს, რომ სერჟანტთა ინსტიტუტი არის თავდაცვის ძალების ხერხემალი. და ამ სიტყვებში არანაირად არ მეპარება ეჭვი, ზუსტად ესია. ამტკიცებს ეს ინსტიტუტი თავის სახელს, თავის მნიშვნელობას და ზუსტად ამაზე ვისაუბრებ ჩვენ ამ ფუნქცია მოვალეობებზე. თუმცა ცოტა ისე რო არ გამოგვივიდეს არეულად, მე კი შევეცდები მაქსიმალურად, საბოლოოდ შეიძლება მაინც ვერ დავალაგო, როგორც საჭიროა. თუმცა დავიწყოთ ალბათ ისტორიით, ზოგადად რა გამოიწვია და ესე არის რა, ესე რომ შევხედოთ ჩვენ ამ მენეჯმენტში, რომ ვისწავლოთ ჩვენ ეს პირდაპირ მასში არის მართვასთან, ხო? ეს მართლობა რომ შევისწავლოთ ჩვენ ამ შემთხვევაში ყველა ინსტიტუტი, რომელიც ყალიბდება საჭიროებიდან გამომდინარე, ცოცხლობს უფრო დიდხანს და უფრო იძენს მნიშვნელობას თავისი სიცოცხლის პერიოდში. შეგვიძლია სხვადასხვა ორგანიზაციებზეც წარმოვიდგინოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისაუბროთ სერჟანტთა ინსტიტუტზე. ანუ სერჟანტთა ინსტიტუტი აი ესე პირდაპირ სახელის გარეშე არსებობდა ალბათ ოდითგანვე. როცა კი ჩამოყალიბდა ჯარი და დაერქვა მას რაღაც პროფესიული ჯარი ან რაღაც საბრძოლო ქვედანაყოფი, ყოველთვის საჭირო იქნებოდა სერჟანტი, ანუ ადამიანი, რომელიც ამ ფუნქციებს შეასრულებდა. ხო, ну ეს დროთა განმავლობაში და სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელი ქვია, რომ ჩავეძიოთ და ხშირად რომ გვისაუბრიან, გავიკეთებია დასკვნები, რომ გამოგვეტანა უფრო გამოძიება ამ საკითხში. ყველა ქვეყანას თავისი სახელი ერქვა, ასე რომ ვთქვათ, სერჟანტს ყველა ქვეყანაში. ну რას წარმოადგენენ ხა ეს ადამიანები, რომ დავინახოთ და საზოგადოების უფრო მარტივად აღსაქმანი რო იყოს, ადამიანი, პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც იმ დროისათვის, როდესაც ხდებოდა პირადი შემადგენლობის შეგროვება, გინდა რეგულარული ჯარიდან, თუნდაც დაუშვათ დასახლებებიდან, დაბიდან, სოფლიდან, მთიდან ხონდა ჩამოიყვანათ, გაეწრთნათ და მოემზადებინათ ბრძოლისთვის, ხო? მათი თავკაცები, ესე რომ ვთქვათ, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ ადამიანების შეკრებაზე, მანამდე მომზადებაზე, იმ რაოდენობით ჩამოყვანაზე და მათთვის ფიზიკური მომზადება იმ დროში, რაც იყო შესაძლებელი მიეცათ, აღჭურვილობა დაერიგებინათ, პასუხისმგებლები ყოფილიყვნენ ამ ხალხზე, იყვნენ ასე ვთქვათ, იმ დროისთვის უსახელო სერჟანტები. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამ ყველაფრის ორგანიზებას აკეთებდნენ. ასევე ფუნქცია ჰქონდათ მათ ეს მშვიდობიანობის პერიოდში მათ ჰქონდათ აღრიცხვა. წარმოვიდგინოთ ახლა სოფელში სადღაც, ჩვენი სოფელი წარმოვიდგინოთ, სადაც არის ადამიანი, არაპირდაპირ ესე გამგებელი, მაგრამ ადამიანი, ვისაც დავალებული აქვს, თუ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას დაჭირდება, ამ სოფლიდან წამოიყვანოს დაუშვათ რაღაც რაოდენობა,
ამ ადამიანმა იცის ამ სოფელში არსებული ადამიანების ფიზიკური მონაცემები, გონებრივი მონაცემები, ვინ ისოდა ისარს დაუშვათ კარგად შვილი, ანუ ვინ იყო კარგი მებრძოლი, ვის შეეძლო კარგი ცხენის მართვა მაგალითად ვიღაცა შეიძლება ჭიდაობდა და რაღაც, ანუ ეს ყველაფერი ამაზე ინფორმაციის მოპოვება ევალა რაღაც კონკრეტულ ადამიანს. აი რო წარმოვიდგინოთ ეს დროთა განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა იმპერიებში, სადაც უკვე რეგულარული ჯარი იყო, ნელ-ნელა ერქმეოდა სახელი ამ ყველაფერს. ანუ ესე ვითარდებოდა ესე რომ ვთქვათ, ყველა იმპერიაში, ყველა დრო, ისტორიის ყველა ეტაპზე, სადაც იყო ჯარი ფიგურირებდა, ყველგან იყო სერჟანტი. ეხლა რო არ ჩავეძიოთ იქ რა ერქვა და ასე შემდეგ. მთლიანობაში პირველი ვინც თავი მოუყარა ამ ყველაფერს, დაინახა მნიშვნელობა სერჟანტის და მიხვდა რომ სერჟანტით მართვა პირადი შემადგენლობის უკვე ასე რომ ვთქვათ სისტემური სახე უნდა მიიღო. იყო გენერალი შტოიბენი, ამერიკელი გენერალი, რომელმაც ინსტიტუციური განვითარება მისცა და მნიშვნელობა მისცა სერჟანტს, როგორც პიროვნებას, ადამიანს, სამხედრო მოსამსახურეს წოდება, ესე რომ ვთქვათ, ჩამოაყალიბა, გაუწერა მას ფუნქცია მოვალეობები თვითონ ანუ ამ გენერალმა და ჩვენ ხვდებით სახელმძღვანელოს, პირველი სახელმძღვანელო და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ძლიერი სახელმძღვანელო სერჟანტის ფუნქცია მოვალეობის ისტორიის ასე შემდეგ, ეს არის ეგრეთ წოდებული Blue Book-ი, ანუ ლურჯი წიგნი, რომელიც დაწერა გენერალ შტოიბენმა. ანუ ამერიკელებმა მოიგონეს სერჟანტი როგორც ინსტიტუტი. კი, რაღაცა კონკრეტულ გამოცდილებას და რეალობაზე დაკვირვებით და ასე ვთქვათ ამოცანების შესრულების მიხედვით, მათ ისინი მიხვდნენ რომ საჭირო არის ეს კარგი რამეა და მოდი რაღაცა ინსტიტუცია მოუხდეთ. იცი როგორ, აი თუ გადავავლებ თვალს, ნახე თვითონ იერარქიისა და აღჭურვილობისა და თვითონ სტრატეგიის ზრდასთან ერთად იცვლებოდა პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპები. ანუ ადრე თუ იყო ხაზში რომ იშლებოდნენ სამხედრო მოსამსახურეები და შაშხანებით რაღაც მიზანში იღებდნენ და ესროდნენ, მანდაც კი ჰქონდა ფუნქცია, ასე რომ ვთქვათ, და იყვნენ ადამიანები, ვინც ამას მართავდნენ და არა ოფიცრები, არამედ ის სერჟანტები, ასე რომ ვთქვათ. მე ეს რო დასრულდა და უკვე ტყვიან ფრქვევი შემოვიდა, მაგალითად, სტრატეგია და მეთოდები შეიცვალა ბრძოლის, რა თქმა უნდა. ანუ ხალხის მართვის პრინციპებით იცვლებოდა. ну, სავარაუდოდ შტოიბენის ესე რომ ვთქვათ, რომელიც სხვათა შორის პრუსიული წარმოშობის გენერალი იყო. ხო, გვარიდან გამომდინარე, რაღაცა მე უფრო ეგრე მეგონა რა. ხო. ანუ ეს ამ პერიოდში მოხდა, მოკლედ ეს საჭიროება დაინახა. ну, ეს ერთ დღეში ხო არ მოხდებოდა, ანუ მისი საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე ურთიერთობა ჰქონდა ალბათ ამ სამხედრო მოსამსახურეებთან, ამ ადამიანებთან და მან ესე ვთქვათ, უკვე ოფიციალური სახე მისცა ამ ყველაფერს და საფუძველი ჩაუყარა წიგნს ამ სახელმძღვანელოს, რითაც უნდა ეხემძღვანელად სერჟანტის მომავალში. ну, შესაბამისად მე ეს სახელმძღვანელო იყო საწყისი იმ განათლების და დაემატა, რა თქმა უნდა, ემატებოდა ფუნქცია მოვალეობები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანაში. ხარო ჩვენ რომ მიუყვეთ ამ ყველაფერს, ეს წინაზე გქონდა ჩვენ საუბარი, რომ აი ნატოში ქვეყანა არ არის ერთი სტანდარტი, ესე რომ ვთქვათ. ამ სიტუაციაში სერჟანტები ყველა ქვეყანაში ერთ და იგივე ავტორიტეტით და ასე რომ ვთქვათ, ფუნქციებით არ სარგებლობენ. ანუ რაღაც ეტაპზე კი არ არიან ქვეყნები, რომლებიც ასეული სერჟანტის მაღლა სერჟანტი არ ყავთ. არიან ქვეყნები, რომელთაც არ ყავდათ თავშოთ 10 წლის წინ, მაგრამ დღეს უკვე ბრიტანეთის მაგალითად რო აიღოთ, ბრიგადის სერჟანტის დონე უკვე დაუშვეს, ესე რომ ვთქვათ. მათ არ ყავთ ახლა როგორც ჩვენ მთავარი სერჟანტი, რაღაცა თავდაცვის საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი. ანუ სხვადასხვა ქვეყანას ეს სხვადასხვა რამეზე მიუთითებს, ახლა ეს სიღრმეებში რო არ ჩავყვეთ და არ განვიხილოთ, არასაინტერესო იქნება. ყოველ შემთხვევაში აი ესე არაოფიციალური თანამდებობიდან ფუნქცია მოვალეობა ინსტიტუციური საფუძველი ჩაუყარა გენერალ შტოიბენმა, რომელიც ფუძემდებელი იყო ამ ფუნქცია მოვალეობების. კაი, ისტორიიდან თუ არ გინდა კიდე რამის დამატება, ნელ-ნელა უკვე კითხვებზე რაღაცებს შემოგაშორებ. თუ რამე ესეთი ისტორიიდან არ გინდა რამე თქვა? ისტორიიდან მე არ მგონია. კაი.
მე ხარ ამ აინტერესებს და ასევე ვფიქრობ, რომ აინტერესებს საქართველოსში როგორი შემოვიდა მაგას. მიდი და მე ხო შემოკითხით შემოვა. ხო. ესე იგი ჩვენ განვიხილეთ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში, როგორ ანუ პრინციპში ამერიკაში და მე სხვადასხვა ქვეყნებმა წაიღო. ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ თავარი საინფორმაციო და ან მსგავსება ჩვენი პირდაპირ ამერიკის თავისუფლ ძალებთან არის მიბმული. ესე იგი მიუხედავად მაგისა 1918-1921 წელს იკვეთება პირველი ხო საკვირველია ხო პირველი ნიშნები საქართველოს ისტორიაში სერჟანტის ეგრეთ წოდებული უნტეროფიცრების ინსტიტუტი ერქვა ნაცვალთა ინსტიტუტი ესე რომ ვთქვათ ერთ საკ დამაზუსტებელს ხო არ გახსოვს ის პროფესიული წარმომავლობის ამერიკელი რომელ წელს გახდა ინსტიტუტი არა მანამდე იქნება თუ მე ეხლა 160 ხო აი ანუ კი მანამდე იყო ქართული ესე იგი თუმცა ეს ჩვენი როგორ არის იცით ეს სავარაუდოდ მეფის რუსეთის დროინდელი ამბავია რა იმიტომ რომ იუნკერებთან ერთად იყო ანუ იუნკერების სასწავლებელი როცა ჩამოყალიბდა თბილისში იუნკერთა სასწავლებელში პარალელურად ჩამოყალიბდა უნტეროფიცერთა ანუ ნაცვალთა ინსტიტუტი რომლებიც თავისთავად საქართველოში ეს პირველად ოფიციალურად აქ იკვეთება თორე ჩვენთანაც აი როგორც სოფლის თავკაცები ადამიანები ვინც აგროვებდნენ თავადები შეიძლება რაღაც აი მანდ ვიპოვოთ მსგავსება იმიტომ რომ მაგ მსგავსებები არის სხვა ქვეყნებში 1918-1921 წლებში აი კოჯორ ტაბახმალას ანუ ეს ჩვენი ისტორია რასაც მოიცავს მაგ პერიოდში იკვეთება პირველი და შემდეგ უკვე ჩვენი აი ჯიტების პროგრამა რო დაიწყო პირველად როცა ამერიკელებმა დაიწყეს ჩვენი მომზადება ხედავთ რომ მომზადების პროცესში 80-90% ჩართულობა იყო სერჟანტების ანუ ინსტრუქტორები იყვნენ სერჟანტები და რაღაცა გოლი იყო რომელიც ჩვენ გვაკლდა ხო ანუ ჩვენ შევხედეთ რომ არ გქონდა ანუ როგორ იყო იცი აი ჩვენ ყავდა პირადი შემადგენლობა და ყავდა 20-ის მეთაური, 100-ის მეთაური ბატალიონი და თუ იყო მეტი ის მეთაური. მაგ პერიოდში ჩვენი ოფიცრები განათლებას იღებდნენ გერმანიაში. და ნუ ეხა სახელები რო არ ჩამოთვალო, ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს პირველ რიგში იმისთვის რომ პერსპექტივა დაინახეს საქართველოს თავისუფლ ძალებში რომ სერჟანტი იმუშავებდა და ესე იგი ყველაფერი გააკეთეს რომ ეს ინსტიტუტი გაჩენილი იყო თავდაცვის ძალებში ეს არის აი 2000-იანი წლები არა 2001-2003 წლების პერიოდი არის ოფიცრებმა რამოდენიმე ოფიცერმა ასე ვთქვათ თავიანთი ძალისხმევით საფუძველი ჩაუყარეს სერჟანტთა ასე ვთქვათ კურსს და დაიწყო ამ ინსტიტუტის უკვე ჩვენთან ინსტიტუციური განვითარება არ იყო სხვათა შორის პოპულარული პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც გარკვეულწილად სერჟანტის როლს ასრულებდნენ, რაღაც რუსულ გადმონაშთიდან, ესე რომ ვთქვათ, იქ უზრუნველყოფის სერჟანტი იყო, ესეთ ლიდერული თვისებებით, რომელიც მართველი იქნებოდა, ესეთ რაღაცა ჯერჯერობით არ იქნება. რაღაცა პრარაბი ტიპი უნდა ყოფილიყო, რაღაცებს იქ იმას ლოჯისტიკას დაალაგებდა. ხო, აი პასუხისმგებელი იყო რაღაცეებზე, აი ელემენტარული რუსეთში რაც იყო, ის იყო ჩვენთან ალბათ ინფორმით ან უფრო ნაკლებით არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეს საფუძველი აქედან დაიწყო, ჩვენი სერჟანტები უკვე როგორ იყო, იცი, განათლება კი არ ქონდათ მიღებული, მაგრამ ფუნქციამოვალეობებს ასრულებდნენ. ანუ წარმოვიდგინე ფუნქციამოვალეობები უბრალოდ ეწერა, ჯიტებს დავინახეთ ხო, ამერიკელებისგან რაღაცის ყველაფერი, მე დაიწერა და რაღაც პატარა კურსი გაკეთდა და მე დაიწყო ამ სერჟანტების გავრცობა თავისუფლ ძალებში, რომლებიც სხვათა შორის ერთ-ერთი ისტორიულად ძალიან ძლიერი სერჟანტები იყვნენ, ესე ვთქვათ, სწორად შერჩეული ადამიანები. ამის შემდეგ, ანუ არაპოპულარული რატო იყო, ჩვენ კურსზე რომ მოდიოდა მოთხოვნა პირველ ეტაპებზე, აი 5-6 წელი. ვუშვებდით ადამიანებს, რომლებიც აშკარად იყვნენ ნიჭიერები, ანუ განათლებული ბიჭები, უბრალოდ არ ქონდათ ლიდერული თვისებები და უშვებდით ამ ადამიანებს მაგ კურსებზე მოთხოვნა როცა მოდიოდა. ნუ ესა და ვივიწყებთ ხა რა თქმა უნდა იქ რაღაც ამოდენიმე კვირა თვე მოშორებულები იყვნენ და მოხდა ისე რომ ეს ადამიანები რო ბრუნდებოდნენ აშკარად განათლებული უკვე ფუნქციამოვალეობები ათვისებული იქ რა თქმა უნდა წვრთნას გადიოდნენ და რაღაც პერიოდში ცოტა არევა მოხდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ
აუცილებელია სერჟანტს კონდეს ლიდერული თვისებები. ეხლა უბრალოდ სამ კითხვაზე გადავალთ, მოკლე მონახას გავაკეთებ, პირდაპირ ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რა განსხვავებაა სერჟანტსა და ოფიცერს შორის, აი რა არის? ეგ იყო ჩემი პირველი კითხვა, რა. ხალხისთვის ვინც ჯარის ანი და ბანი არ იცის, ანუ ისე რა ქვია, სერჟანტი გენერალის გამოვა ძმა. ხო, აი ზუსტად ეგ. ანუ აი ეგ განსხვავება რომ ძალიან ესეთი მკაცრი. აი წარმოვიდგინე, მე როცა ჩავირიცხეთ აუცილებლად ძალებში, იქ ჩემი ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, უბნელები, გავიდა 1 წელი, 2 წელი მსახურობ უკვე მე ამერიკაში წავედი, კურსები მოვიარე. ნუ ეხლა ხედავდნენ ხო ადამიანები, ეხლა ვიღაც ჯარში იყო ნაყოფი, ვიღაც პოლიციელი იყო და აი თორნიკე რაშვები როგორ ხარ, ანუ რა კარგია რო აი რა არის აბა შენი წოდება კითხვა რო საერთოდ ეს გაინტერესებდა რა. და ვეუბნებოდი რომ მე ხა ვარ სერჟანტი. მოიცა კაცო, ამდენი ხანია სწავლა, სადაც შენ განათლება მიიღე, კიდე სერჟანტი ხარ და რაღაცნაირად აი ვერ ვხსნიდი ამ ყველაფერს, ხო? ნუ ჯერ მე თვითონაც არ ვიყავი ესე. მე კიდე რამოდენიმე წლის მერე და აი ეხა ვინ ახარ წოდებით, მე უფროსი სერჟანტი ვარ. მე მასტერ სერჟანტი და რა ანუ რა ეს როგორ არის, ანუ რაღაც ამერიკული გაქვთ მოგონილი რაღაც იძახდნენ და ანუ ბოლოს ანუ ხო იყო კითხვები რომ აი მე რა ოფიცერი როდის უნდა გახდე კაცო და ნუ თქვი ოფიცერი არასდროს არ გავხდები მეთქი ან თუ არ ჩავაბარე აკადემიაში ოფიცერი ესე არ მოდის შემდეგ წოდებად და უკვირდათ და ანუ შეიძლება იყო ხოლმე რომ რატო აფუჭებ შვილ ამდენ განათლებას ოფიცერი გახდი იქ მე გენერალი გახდები ეს მაგრამ ნუ მართლა მთელი სული და გულით მაშინ მით უმეტეს პირველი სულის ჩამგმელი ამ სერჟანტთა ინსტიტუტის ქართულ რეალობაში როგორც სერჟანტი იყო ალუდა კოპალიანი ადამიანი რომელიც აი მართლა დღე და ღამეს ასწორებდა უნიკალური ნიჭის ადამიანი რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უკვე ამ ინსტიტუციური განვითარება აი როცა ჩამოყალიბდა მე უკვე შემდეგი საფეხურების გადადგმაში დაეხმარა ამ ინსტიტუტს და გაყვა იქამდე სამდეც უკვე დამოუკიდებლად შეეძლო განვითარება მიეცა თავისთავისთვის. ესე იგი ეს ეხლა რო ვისაუბროთ უბრალოდ რა არ განსხვავება რა. ანუ ოფიცერი რო წარმოვიდგინოთ, ოფიცერი არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა რომ მისი კარიერა, ანუ მისი ცხოვრება დაუკავშიროს სამხედრო სამსახურს, უბრალოდ მიიღოს განათლება, ანუ წავიდეს აკადემიაში, ისწავლოს 4 წელი მინიმუმ, შემდეგ აიყოს, ანუ იყოს ესე ვთქვათ, ბაკალავრის სტატუსი მიიღოს, ანუ სერტიფიკატი აიღოს, დიპლომი აიღოს პროფესორად. და ანუ რაღაც საათები ხო აკადემიური საათები აქვს, მაგრამ უმეტესი ნაწილი არის ამაში სამხედრო განათლება. ანუ გააჩნია რა არის საბაზისო, მე რაღაც პროფესიას აირჩევს და ამის მიხედვით ანუ ოფიციალურად იღებს განათლებას ამ ხრივ. და შემდეგ იღებს წოდებას. რაც სხვანაირად არის სერჟანტების ხრივ. აი რო წარმოვიდგინოთ ეს რაღაცა ჩვეულებრივად გაწვევაში, ანუ ჩვეულებრივ ჯარისკაცები მიდიან, ირიცხებიან სამხედრო სამსახურში, არ აქვთ არანაირი წოდება, პირველი მათი წოდება არის რიგითი თვარაძე მაგალითად. შემდეგ იწყება მისი განვითარება პროფესიული და განსხვავება მინდა დავანახო, რომ ანუ ეს რატომ მოხდა, ეხლა სავალდებულო სამსახურში, რომელიც თქვათ არის 2 წელი, 2 წელიწადში რაც არ უნდა განათლება მიიღო ადამიანს, ოფიციალურად არც ქონდა მას უფლება დარჩენილიყო ესე ვთქვათ იმ ქვედანაყოფში საერთოდ ძალებში. ანუ კარგავდი იმ ადამიანს, ვინც შეიძლება განათლებული ყოფილიყო, სანამ მოვიდოდა, მე იქ მიიღო, კარგად აეთვისებინა ეს პროფესია და 2 წლის მერე იძულებული იყო, რომ წასულიყო. ანუ სერჟანტთა ინსტიტუტის ესე ვთქვათ, გაჩერებაც ამ ჭკვიანი ადამიანების განათლებული ადამიანების, გამოცდილი ადამიანების გაჩერებაც რაღაც ამ ინსტიტუტის შექმნამ უზრუნველყო. ну რაღაც საკონტროლო სამსახურზე გადასვლის შემთხვევაში ცოტა ემსგავსებოდა ოფიცრის პოზიციას ასე რა ვთქვა. თუმცა ფუნქციებით იყო და არის განსხვავებული. თუ ოფიცერი ამთავრებს აკადემიას შემდეგ ინიშნება ქვედანაყოფის მიერ ოცეულის მეთაურად და მას იცავს კანონი და მას ის ხელმძღვანელობს წესდებებით, სერჟანტის წესდებებით ხელმძღვანელობს, მაგრამ მას არ არის აუცილებელი კონდეს ასე ვთქვათ, არც დრო არ აქვს ლიდერული თვისებები. რა თქმა უნდა, ეხა პირდაპირ ესე კი არ ნიშნავს, რომ არ ქონდეს ლიდერული. უბრალოდ მას უფრო მეტად, ანუ ოფიცერს უფრო მეტად ჭირდება დაგეგმვისთვის მისი განათლება
რომ უზრუნველყოს ქვედანაყოფის გამარჯვება და ოპერაციის წარმატებით შესრულება, გეგმა შექმნას, ესე რომ ვთქვათ, და უზრუნველყოს მისი განხორციელება. ხოლო სერჟანტი არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა, ჯარისკაცი, რომელიც გამოირჩევა თავისი დისციპლინით, თავისი მონდომებით, ფიზიკური მონაცემებით და ჩართულობით საქმეში, ესე რომ ვთქვათ. ის იბადება ჯარიდან, ჯარისკაცის პირადი შემადგენლობიდან იბადება როგორც ლიდერი. პირველ რიგში ლიდერული თვისებები უნდა გააჩნდეს და მაგის გარეშე სერჟანტი უბრალოდ ვერ იქნება მმართველი სერჟანტი. გაგაწყვეტინე. ოფისერი ოფისიდან მოდის, საშტაბო დაგეგმარება რაღაცა აქედან მოდის, თვითონ ხო ეს მოკეთ როგორ არის, იცით, პირდაპირ ვავიღოთ ახლა ნახეთ, შეიძლება ესეც წავიყვანოთ, რომ ოფიცერი რაღაც ოფისთან დავაკავშიროთ. იმიტომ რომ როცა სამოქალაქოებს უხსნით ამ ყველაფერს, მაშინ გინდა არ გინდა რაღაც მისახვედრად მარტივია. რო წარმოვიდგინოთ, ხო, საშტაბო საქმიანობას ეწევა ოფიცერი, დაგეგმარების პროცესში იღებს მონაწილეობას და უშუალოდ შესრულების პროცესშიც იღებს მონაწილეობას, თუმცა ის ჯარისკაცებიდან აღმოცენებული, ესე ვთქვათ, ლიდერული თვისებების მქონე სერჟანტი ეხმარება ოფიცერს პირადი შემადგენლობის მართვაში. ეხლა რა ფუნქციებზე რო გადავიდეთ, ყველას თავის ქვეყანას, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყანას თავისი ფუნქცია მევალებები გააჩნია და ეს ყველაფერი მისი სერჟანტის კრედოდან კრედოს როცა გაიგებ, ესე ვთქვათ, ქვეყნის სერჟანტთა კრედოს რო გაიგებ, მან ჩანს კარგად იკვეთება ფუნქცია მოვალეობებით სერჟანტის. ამ შემთხვევაში აი ხა რა არის ქართული სერჟანტის კრედო? ხო, ქართული სერჟანტის კრედო ხა ერთ-ერთი რო ვთქვათ, არის მე ვარ სერჟანტი, ჯარისკაცთა წინამძღოლი. ნახეთ, კიდევ სხვა და სხვა კრედო არის, ამ 4 კრედო შეგვიძლია დავასახელოთ, თუმცა აი პირველი მე ვარ ჯარისკაცი, მე ვარ სერჟანტი ჯარისკაცთა წინამძღოლი, ნახეთ, ესე იგი მის მართავს სამხედროებს, ჯარისკაცებს. პირდაპირ ამ კრედოდან შეიძლება ამოიკითხოთ და მართავს პირადი მაგალითით. კრედოშიც არის წურთნი და ხელმძღვანელობ ჩემი პირადი მაგალითი, lead by example, ესე ვთქვათ. ამ შემთხვევაში იკითხება რა, ჯარისკაცების გვერდში მდგომი, მათ რიგებში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სხვა დანარჩენი მასე დამოკიდებული ჯარისკაცების საბრძოლო მომზადებაზე. ფიზიკური მომზადება, ესე რომ ვთქვათ, საბრძოლო მომზადება მარტივად გასაგები რო იყოს, სერჟანტმა უნდა მოამზადოს ფიზიკურად სამხედრო მოსახურები, რომ ოპერაცია იყოს წარმატებული, შესაძლებელი იყოს ფიზიკურად მშვიდობიანობის პერიოდში. ხო, რა თქმა უნდა, ხო. მარტო ვარჯიში კი არა, ვარჯიში, საბრძოლო მომზადება, სროლა, ნებისმიერი რაც დავალებას გაძლევს, იღებს ოფიცერი დავალებას ზემდგომიდან, რომ ჩვენ თავდაცვის ზღუდე უნდა მოვაწყოთ აქ. ოფიცერი დაამუშავებს თავის შტაბთან ერთად ამ ყველაფერს. შემდეგ ეს ამ ბრძანებას როცა გასცემს ქვედანაყოფზე, ქვედანაყოფის მეთაურები უზრუნველყოფენ ამ ბრძანების გამრცობას, ხოლო სერჟანტი არის დამხმარე საშუალება და ამ დროს ხიდი პირადი შემადგენლობის სადა ოფიცრებს შორის. ნახეთ, რომ წარმოვიდგინოთ, სერჟანტმა უნდა იცოდეს პირადი შემადგენლობის ფეხის ზომიდან დაწყებული, იმიტომ რომ ჩაცმა დახურვაზე პასუხისმგებელი არის. მის ფიზიკურ მონაცემებზე, რა შესაძლებლობები გააჩნია, შეუძლია თუ არა სირბილი, რა ტიპის იარაღი შეიძლება ატაროს, სროლების დროს დაკვირვება, ეს ანალიტიკის წარმოება, რომ დავუშვათ, ეს არის კარგი მსროლელი, ეს კარგი მეტყვი ამქვევა, ეს კარგი მეკავშირე ოფიცერი, კავშირგაბმულობა, კარგი მძღოლი, ეს ყველაფერი ხო, ესე ხო არ იბადება, უბრალოდ ამას აწარმოებს სერჟანტი, ამ საქმიანობას, პლუს მათ დაძინება, გაღვიძება, ვარჯიში, კვება, მათი პრობლემები, ყველაფერში უნდა იყოს სერჟანტი ჩართული, ასე რომ ვთქვათ. ამისთვის ოფიცერს დრო არჩება, იმდენად შრომატევადია ამ დაგეგმარების პროცესი, რომ თვითონ ოფიცერსაც მარტო არ შეუძლია, მას ყავს თავისი შტაბი. სამსახურები, რომლებიც კონკრეტულად მის
ასე რომ ვთქვათ, ხედვას უზრუნველყოფენ უკვე ანუ რეალიზაციაში მოყავთ და პროდუქტს უქმნიან, ესე რომ ვთქვათ. ხო და ამ დროს სერჟანტი ამ სამსახურთან რა თქმა უნდა ერთად მუშაობენ, მაგრამ სერჟანტის მოვალეობა ამ დროს არის პირად შემადგენლობასთან ყოფნა. პირად შემადგენლობასთან მუშაობა და მათი მუდმივი წვრთნა. სხვა შემთხვევაში, ანუ თუ და ლიდერულ თვისებებზე რო საუბრობდით, ანუ ოფიცერი, როდესაც ინიშნება ქვედანაყოფში, მას შეუძლია ძალიან დიდი ხანი ლიდერული თვისებების გარეშე მართოს ქვედანაყოფი. ანუ მას არ ექნება პირად შემადგენლობასთან პრობლემა. ხო, სერჟანტს თუ არ გააჩნია ლიდერული თვისებები და შეუძლია მხოლოდ ყვირილი მაგალითად, ის აუცილებლად ასე რომ ვთქვათ, არ მიიღებს პირადი შემადგენლობა. თუ სერჟანტი არის მხოლოდ და მხოლოდ განათლებული და მას არ აქვს გადმოცემის უნარი, ვერ მიიღებს ქვედანაყოფი, პირადი შემადგენლობა და რავი, აქვს გადმოცემის უნარი, მაგრამ არ აქვს, ანუ ბევრი რაღაც არა. ანუ სერჟანტი არის უნიკალური ადამიანი, რომელიც ყველანაირად უნდა იყოს დაჯილდოვებული ამ ასე ვთქვათ თვისებებით, რომ ჯარმა აღიაროს. იმიტომ წარმოიდგინე, მშვიდობიანობის პერიოდში მარტივია მართვა, წვრთნების ტარება და ასე შემდეგ, ხოლო აი ბრძოლის დროს იმ დროს რა თქმა უნდა პრაქტიკა გადგება, მაგრამ აუცილებელია მაგ დროსაც მართველი იყოთ კარგი. და ესე ლოგიკურად მივედით სერჟანტი ომში. სერჟანტი ომში. რას აკეთებს სერჟანტი ომში? სერჟანტი ომში აბსოლუტურად იგივე იბრძვის. ხო, იბრძვის, პირველ რიგში მასაც ჩვეულებრივი, ანუ ის არ არის რაღაც მიმართულებების მიმცემი, აბსოლუტურად ქვედა, ანუ სერჟანტი იწყება არზის სადღაც შტაბში და არ გეგმავს. შტაბში ძის. შტაბშიც არის. კარგი კითხვაა სხვათა შორის. დღეს თავდაცვის ძალებში ჩვენ როცა განვიხილოთ, რომ სხვადასხვა ქვედანაყოფს, სხვადასხვა ქვეყანას უბრალოდ რაღაც დონეზე ყავს სერჟანტები და შეიძლება ბრიგადის სერჟანტის ზემოთ არ ყავდეს. ანუ სტრატეგიულ დონეზე არ იყოს სერჟანტი. დღეს ჩვენ საქართველოს თავდაცვის ძალებში ყველა სამსახური, რომელიც ემსახურება თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანების აღსრულებას, ყველა სამსახურში არსებობს სერჟანტი. ანუ უბრალოდ სერჟანტი კი არ ზის, სამსახურის სერჟანტი. აი კავშირგაბმულობის სერჟანტი მაგალითად. ყველა ქვედანაყოფს თავის სერჟანტი ყავს უმაღლეს დონეზე. თუ არსებობს ბრიგადის მეთაური, არის ბრიგადის სერჟანტი. თუ არსებობს სარდლობის სარდალი, არსებობს სარდლობის სერჟანტი. და შესაბამისად დაბალ დონემდე. თავდაცვის ძალების სერჟანტის არსებობს. კი, და არსებობს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი. ამ ეხა განათლებაზე რო ვილაპარაკოთ და ყველაზე დიდი სერჟანტი ვინ არის? ყველაზე დიდი სერჟანტი არის ყველაზე ბევრი შემადგენლობა პირად შემადგენლობის საწყის არის ათეულის მეთაური. ნახეთ აი როგორ არის? 20-ეულის მეთაურიდან იწყება 20-ეულის ესა ოფიცრის თანამდებობები, 20-ეულის მეთაური, 100-ეულის მეთაური და ასე შემდეგ. ხო, პირველი მეთაური არის 10 მეთაური და ეს არის სერჟანტი. აჰა. ანუ ჩვენთან ესეა ყოველ შემთხვევაში. 10 მეთაური არის აუცილებლად სერჟანტი. ჯგუფის უფროსიც არის სერჟანტი. ანუ 10 მეთაური არის ყველაზე დიდი სერჟანტი. ყველაზე დიდი შემადგენლობა ყავს მაგას, ესე რომ ვთქვათ, უშუალო დაქვემდებარებაში. თორე ხა ბრიგადის სერჟანტს შეიძლება 2000 კაცზე მეტი პირადი შემადგენლობა ექვემდებარებოდეს, როგორც სერჟანტი. უშუალოდ პასუხისმგებელია იმ ათეულზე. ხო, და ბრიგადის სერჟანტი ვერ იქნება პასუხისმგებელი ყველა სერჟანტზე და ყველა კაპრალზე. ნუ ალბათ თუ სწორედ წარმოვიდგინე, ესე იგი, პირობითად ბრიგადის სერჟანტის დაქვემდებარებაში, ბჭყალებში არის ბატალიონის სერჟანტი, მერე 100-ეულის სერჟანტი. ბატალიონის სერჟანტები? ხო, სხვადასხვა ბატალიონის სერჟანტები გავიგე. ანუ იმ ბრიგადაში შემავალი ბატალიონის სერჟანტები. იმ ბატალიონების სერჟანტების დაქვემდებარებაში კი 100-ეულების სერჟანტები. ეს რაღაცა ხეიგება, ასე ვთქვათ. და მარტივი, ანუ არ არის მარტივი, მაგრამ ესე რომ საკომუნიკაციოდ იცი ვისთან ხარ ხაზზე. ხო, აი ნამდვილი ქვედანაყოფი რაც არის, ქვედანაყოფის მეთაურად, ეს არის ათეულის მეთაური, ათეულის სერჟანტი. დაუბრუნდეთ მან, რას აკეთებს ომში სერჟანტი? ანუ რამე განსაკუთრებული ესეთი ცვლილება არ ხდება. მშვიდობიანობის პერიოდში მისი მთავარი ფუნქცია არის მოამზადოს, საბრძოლო მომზადება ჩაუტაროს, მოამზადოს ბრძოლისთვის. ხოლო ომის პერიოდში მას აქვს ფუნქცია რომ მართოს რომ პირველი რაც თქვით წეგან ათეულის მეთაური არის პირველი მართველი სერჟანტი, რომელიც უშუალოდ ბრძოლაში თავის ქვედანაყოფს მართავს. დანარჩენი სერჟანტები არიან
მხარდამჭერი ჯაჭვი მეთაურის ბრძანების შესრულების. ანუ როგორც ვახსენე, ყველა სამსახური ომის პერიოდში ხო ერთვება ჩვეულებრივად თავის ფუნქცია-მოვალეობებით. შესაბამისად სერჟანტი ჩართულია. ეს არა ქვედანაყოფს მე ვიძახი, არა პირად შემადგენლობასთან არსებული მართველი სერჟანტები. ხოლო დანარჩენი ასეული სერჟანტი, 20-ეული სერჟანტი, 10 მეთაური, ესენი უშუალოდ ბრძოლაში არიან ჩართულები თავის 20-ეულის მეთაურთან ერთად. ხოლო ხშირ შემთხვევაში თუ 20-ეულის მეთაური, ანუ ოფიცერი ჩამოშორდება ქვედანაყოფს 20-ეულის სერჟანტს აქვს იმ დონის განათლება, რომელმაც ხო ის ითავსებს და აგრძელებს ბრძოლას. სანამ არ მოხდება შევსება, განახლება ამ თანამდებობის, ესე რომ ვთქვათ. ანუ რო შევაჯამოთ ჩემი სამოქალაქო ტვინით, მშვიდობიანობის დროს სერჟანტი არის მასწავლებელი, ხო. და ომიანობის დროს უკვე მებრძოლი ხელმძღვანელი. მებრძოლი ხელმძღვანელი, ან უფრო მხარდამჭერი რგოლი, მეთაურის მეთაური, როდესაც უშუალოდ უკვე დავალებას გასცემს შეტევაზე იქნება გადასასვლელი თუ თავდაცვაში, ამ შემთხვევაში უკვე ეს არის მააკოორდინირებელი ძალა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობას იღებს, ანუ წინამძღოლი ხელმძღვანელი ქვედანაყოფი თუ მიდის ის სერჟანტი თავის ჯარისკაცებთან ერთად იღებს მონაწილეობას ბრძოლაში. და ეხლა რა მაინტერესებს, შენი სერჟანტობის ისტორია როგორ იწყება? ანუ 10-ეულის სერჟანტობიდან, იმიტომ თავარი სერჟანტით რო დაამთავრე, ვიცი. უბრალოდ ეს სტარტი აღარ მახსოვს. ესე იგი მე ჩავირიცხე თავის ძალებში, რიგითის წოდებით დავიწყე, შემდეგ კაპრალი, ანუ თითქმის ყველა თანამდებობა გავლილი მაქვს. ეხლა წარმოდგენისთვის რომ წარმოვიდგინოთ და რომ მივცეთ ფასი, ესე რომ ვთქვათ, თავარ სერჟანტზე ზოგადად მაგი ინსტიტუტს, დღესდღეობით 20-დან 25 წლამდე, 23 წელი დაახლოებით, მაგრამ 20-დან 25 წლამდე გჭირდება სერჟანტს, რომ ანუ ჯარისკაცს რომ გახდე მთავარი სერჟანტი. ანუ აქედან გამომდინარე, ანუ რომ ყველა საფეხური გაიარა. აქედან გამომდინარე წარმოდგენა შეგვექმნება თუ რამდენად რთულია და არ არის მარტივი, უბრალოდ ესე ჯდომით და უბრალოდ კონტრაქტებზე ხელის მოწერით მთავარი სერჟანტი ვერ გახდები, იმიტომ რომ ანუ არსებობდა სერჟანტთა საბჭო, რომელიც განიხილავდა ზოგადად შენს კარიერას. და კარიერა უნდა ყოფილიყო შემდეგნაირი, ანუ შენ არ შეიძლებოდა ყოფილიყავი მხოლოდ საბრძოლო ქვედანაყოფის წარმომადგენელი. იმიტომ რომ შენ საბრძოლო ქვედანაყოფში თუ დახარჯავ უფრო მეტ დროს, შესაბამისად შენი ყალიბდები როგორც საბრძოლო ქვედანაყოფის მეთაური და ანუ თან ხვდებით რომ მენეჯერი უნდა იყოს არა მხოლოდ ერთი რაღაც განკუთვნილი ხაზით, არამედ მრავალფუნქციური, მულტიფუნქციური და შესაბამისად ანუ მას უნდა ქონდეს ანუ ეს მოიცავს ეს კარიერული განვითარება, ანუ შენ უნდა იყო გარკვეული წლები საბრძოლო ქვედანაყოფში, უნდა მიიღო გამოცდილება პრაქტიკულ თეორიულ, გადადიხარ საშტაბო მართვაში. და ეს ყოფილი რატო არის? ჩვენ ხომ მრჩევლები ვართ, ანუ სერჟანტები ვართ. დამხმარე რგოლი და მრჩეველი, ესე რომ ვთქვათ, პირადი შემადგენლობების საკითხში. ანუ უკვე თანამდებობა მე ვიძახი სერჟანტები, რომლებიც აი უკვე ბატალიონის და ბრიგადის სერჟანტები ხდებიან. ესენი არიან უშუალოდ მენეჯერები და კარგი მრჩეველები მეთაურის. თუ რამ მდგომარეობაშია მისი ქვედანაყოფი ფიზიკურად, მორალურად, შეუძლია თუ არა დასახული ამოცანის აღსრულება, შესრულება, აქვს თუ არა ძალა და ანუ შესაბამისი მომზადება და საშუალება. შესაბამისად ლოჯისტიკაში სერჟანტი აუცილებლად პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. რა ვსაუბრობდი? შენს ისტორიაზე, სერჟანტობის განვითარების. ხო, ანუ შესაბამისად, ანუ ჩემი დაგეგმით ყოველ შემთხვევაში პირველი ნახევარი არ მოხდა რა, რაღაცნაირად მე ანუ ომის, ანუ როცა დავიჭერი უკვე მოხდა ჩემი გადმოყვანა განათლების სარდლობაში. ბოდიში არ მოგესმათ, თორნიკეროთას ვაში დაიჭრა, თუმცა ამ ამბავზე იმ ეპიზოდში ვილაპარაკებთ, როცა ომზე ვილაპარაკებთ. ხო, მოგეთ. განათლების სარდლობაში. განათლების სარდლობაში გადავედი, თან ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკიდან და რაც სწორია, ასე რომ ვთქვათ, როგორი სისტემაც იყო, თუ შენ განათლებას მიიღებდი, სადმე ის განათლება შემდეგ უნდა, ასე რომ ვთქვათ, გაგეზიარებინა სხვებისთვის და ამისთვის გადადიოდი როგორც დავუშვათ ინსტრუქტორი რომელიღაც ქვედანაყოფში გამოცდილების გაზიარებისთვის. ნუ მეც მომეცა საშუალება, გადავედი განათლებაში, შემდეგ მომიწია საშტაბო თანამდებობებზე ყოფნა, დაგეგმარებაში იქ რაღაც
ეს სამის სამსახურში, ნუ მაგას ეხლა რო არ განვაცოთ რა სამსახური არის, სხვადასხვა სამსახურებში და პირველი ნახევარი თითქოს თვითონ დაალაგდა ესე რომ ვთქვათ. მაგრამ თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა რომ ესე იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სერჟანტი და მათ შორის ოფიცერიც სხვათა შორის ფუჭდებოდა ერთ სამსახურში რაღაცა უპერსპექტივოდ აფუჭებდა თავის კარიერას. რაც შემდეგ უკვე საბჭო როცა განიხილავდა შენ რა თანამდებობებზე და რა ქვედანაყოფებში იყავი, მაგის მიხედვით გარჩევდა შემდეგი თანამდებობისთვის და საბედნიეროდ მე აღმოჩნდი იმ სიაში საკმაოდ ახალგაზრდა, რომელსაც თითქმის აი სწორად მოქონდა თავის კარიერა, ესე ვთქვათ. ვინ შედიოდა ამ საბჭოში? საბჭოში ანუ ძალიან კარგი კითხვა რა ისე დასვირო მე გამურჩა. რაც მთავარია ამ საბჭოს ხელმძღვანელი იყო სერჟანტი. თვითონ სერჟანტები არჩევდნენ. თვითონ სერჟანტები არჩევდნენ სერჟანტს, ანუ წაუყურეთ ბოლოს ესე იყო რა, შენ შეგეძლო, ესე ვთქვათ, შენ თვითონ შეგეფსო თანამდებობაზე რაღაცა თუ იყო ვაკანტური, შენ შეგეძლო, ანუ კრიტერიუმები ჩამოთვლილი რა თქმა უნდა, კურსი ეს ის, ანუ ეს წარადგენდი შენ თავს. იყო ანონიმური რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და საბჭოზე ხდებოდნენ ადამიანები, რა თქმა უნდა იქ შესაბამის სამსახურების დაკვირვება ის რაღაცა HR-ის სამსახური, ანუ ოფიცრებიც იყვნენ. ოფიცრებიც იყვნენ რაღაც ეტაპზე და მე სამოქალაქო სერჟანტებიც. და ეს წამოიდნენ ვისხედით. რატი შემოიტანდა თავის პირად საქმეს, წარადგენდა თავის თავს რაღაც კონკრეტულ თანამდებობაზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით და სერჟანტები ესე ბრმად, სადაც ვერ ხედავდით, სადაც ხა ცოტა მარტივი იყო ჩვენთვის ზოგიერთ სამსახურში. ხო, ვისაკურსია გავლი რაღაცნაირად ხვდებოდით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებოდით. და ერთი მინუსი მაგ საბჭოს რაც ჰქონდა, რაც ჩვენ უკვე გადავიტანეთ ეს რო ვთქვათ პირველივე ეტაპზე და საჭირო იყო ეს ყველაფერი იყო, ვერ ხედავდით მის ლიდერულ თვისებებს, ანუ ამ მოცემულ საქმეში. რაც შემდეგ სხვადასხვა მეთოდებით რაღაცნაირად პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ეხლა რო ნიშნავდით ადამიანს, მე აღმოჩნდებოდა რომ არ იყო კარგი ლიდერული თვისებები არ ქონდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან კარგი პროფესიი მოკლედ, მაგრამ არ ქონდა ლიდერული თვისებები. და ეს ყველაფერი შემდეგ რაღაცნაირად დარეგული და მე საერთოდ გაუქმდა ესე რომ ვთქვათ, სამწუხაროდ ეს ყველაფერი, თუმცა ალბათ ნუ რაღაც ეტაპზე თავის საქმე გააკეთა ამ ყველაფერმა. თუ გაუქმდა, ახლა როგორ ხდება? პირველ კითხვას დაუბრუნდები ჩემთან მიმართებაში. ანუ მე გავიარე ათეულის, ხო, მე ჩემი ათეულის, 20-ულის და ასეულთან გათანაბრებული კურსი გავიარე საზღვაო ქვეითებში ამერიკაში, გამიმართლა და წელიწადნახევრის განმავლობაში ეს კურსები, მათ შორის კიდევ ერთი კურსი, კავშირგაბმულობის კურსი მოვასწარი საზღვაო ქვეითებთან. რომ ჩამოვედი ამ თითქმის ყველა კურსი, ანუ არ არსებობდა აქ ასეულის, მე უკვე ტრანსფორმაციის კურსი გაკეთდა ათეულის და 20-ულის რაღაც ნაჯვარი კურსი, რომელიც ითვლებოდა რომ ასეულის კურსი, სერჟანტის კურსი იყო. მე ეს ყველაფერი თან რაღაც ისეთ იმ ქვეყნიდან ორიგინალში მქონდა ნასწავლი, რასაც ჩვენ შემდეგ თარგმნით აქ. ასე რომ ვთქვათ, გამიმართლა, მე არ დამჭირდა 23 წელი, რა თქმა უნდა, მთავარი სერჟანტის წოდების მიღებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ასაკი არ ქონდა ამ სისტემასაც და ამ ორგანიზაციას მაგდენი, თუმცა რაღაც გამონაკლისები მოხდა. ანუ იმ პერიოდში ვინც გაუხდით მთავარი სერჟანტები, თითქმის ესე დაჩქარებული პრინციპი. ის ხარზე მოხდა გამონაკლისები. კურსების ესეთი სიმპათიური კაი ბიჭი ხალ ამაზე თქო. არა, ეგეც იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ხუმრობა იქეთ იყოს, ანუ ნახეთ აი უკვე აღვნიშნე, რომ ჩემი კურსები ერთმანეთს მიეწყო. ეხლა ესე არ ხდება, კარიერული განვითარების პრინციპები ესე არის, ხა შენ ათეულის კურსო გაივლი, არ შეგიძლია ეგრევე 20-ულის კურსზე გადახვიდე და შემდეგ ასეულის სერჟანტ მე რაღაც მთავარი სერჟანტის კურსზე გადახვიდე. ანუ აუცილებლად უნდა გქონდეს პერიოდი კურსიდან კურსამდე, ამას ის კონტროლდება, რა თქმა უნდა. შენ უნდა გქონდეს ამ გამოცდების გაზიარების პერიოდი, სასწავლებელში და ან ქვედანაყოფში უნდა აზიარო ეს ყველაფერი. გადის შემდეგ რაღაც პერიოდი, წარდგები მეორე კურსზე, შემდეგ მიდიხარ, გადიხარ და მერე უკვე მესამის მაშინ რატო შეიძლებოდა? აღშენობის პერიოდი იყო. მაშინ არ მქონდა რესურსი, ადამიანის რესურსი. ცოტა დრო იყო, ცოტა ადამიანი იყო და სწრაფი ტემპი იყო, რომ მოდერნიზება მოხდარიყო. მარტივად მივხვდით ამ სისტემის მნიშვნელობას და აუცილებლობას თავის ძალებში. ამას გულისხმობ მაშინ როცა აი ოფიცრებს გულისხმობ და მე უკვე სერჟანტებიც ჩავერთეთ, უკვე ვიცოდით რატო კეთდებოდა, რაში იყო საჭირო. თითქოს არსებობდნენ ეს ადამიანები, თუმცა ოფიციალურად ეს არ იყო. და ძალიან სწრაფად დავიწყეთ უკვე
ნიჩბების მოსმა, რომ დაწეულიყავით რაღაცა ამბავს. და საკმაოდ ეხლა ალბათ რთულია ეხლა ამის დასკვნა დადო, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგვისმენია და ანუ თვითონ ამ წარდგენაშიც ბევრი წაგვიკითხავს, რომ ჩვენი განვითარება ბევრჯერ ყოფილა მაგალითი. ანუ არა მარტო ქვეყნის და თავის სისტემის, არამედ სერჟანტთა კორპუსის ჩამოყალიბება და განვითარება იყო სამაგალითო, მაგალითად რამოდენიმე წლის წინ უკრაინისთვის. ანუ ეს აისახებოდა კურსებზე, ვიყავით ჩვენ აი ტოპ სტუდენტებში გავდიოდით. შემდეგ ანუ რაღაცა ეს მუხტი ქონდა, რომ ვახსენე ხა ალუდა კოპალიანი, მუხტი ქონდა ალუდას ესე შექმნილი, რომ ჩვენ კურსებს რო გავდიოდით, სანამ კურსზე წავიდოდით, მანამდე უკვე ვიცოდით, რომ აი რა გვინდოდა ამ კურსისგან. რა უნდა ჩამოგვეტანა, როგორ უნდა მოგმერე ხდებოდით ერთად. ხო და კარგად მოიტანა თემა. ჩვენ ხო ვახსენეთ ლურჯი წიგნი, ბლუბუქი, რაც ფუნქცია მოვალეობების. რა თქმა უნდა, ხა პირდაპირ ერთ-ერთზე ვერ გადმოიტან ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ სხვა ღირებულება გაგვაჩნია, სხვა კრედო ჩამოგვიყალიბდა, რაც უკვე ვახსენე და ჩვენ გავაკეთეთ მწვანე წიგნი. სადაც ოფიციალურად გაიწერა ფუნქცია მოვალეობები, ისტორია სერჟანტის, ფუნქცია მოვალეობები, კრედო. ანუ ნახე ჯგუფის მეთაური, 10-ეულის მეთაური, 20-ეულის სერჟანტი, 100-ეულის ბატალიონი ნებისმიერ სახელმძღვანელო, ანუ ბატალიონის სერჟანტს შეუძლია აიღოს წიგნი, მწვანე წიგნი, გადაშალოს ბატალიონის სერჟანტი მოძებნოს და მის რამოდენიმე ფურცელზე ჩამოთვლილია მისი ფუნქცია მოვალეობები. ასევე ოფიცერს, რა თქმა უნდა, ასევე ჯარისკაცს, ყველას შეუძლია. job description-ი ეგრეთ. ხო, ანუ აბსოლუტურად ხო ეგ. ფუნქცია მოვალეობები ჩამოწერილია, რაც ხო ხდება როგორი მყარია უკვე ეს ყველაფერი, არ შეიძლება ამის ესე ვთქვათ შენ ჰაერიდან ვერ მოიტან ამას მე იმიტომ ვაკეთებ, ან ამას იმიტომ არ ვაკეთებ, ხო? ანუ გაწერია შენ რა უნდა გააკეთო. კაი. ეხლა მე გადავალ ერთ ინტრიგნულ შეკითხვაზე. სადამ ინტრიგნულ შეკითხვას დავსვა, შეგახსენებთ, არხი გამოიწერეთ, დაგვალაიქეთ, დაგვაშიარეთ, გაუზერეთ ხალხს ის სადაც ჩვენ საუბრობთ. და აი რაღაცა არ წარმომდგენია თანამედროვე რეალობაში ეს დამოკიდებულება, მაგრამ აი რაღაცა საბჭოთა ჯარში რო რაღაც ეგეთი არსებობდა, ეს ყოფილიყო მაშინ. ესე წარმომედგინე, რომ ოფიცრისთვის რაღაცა ხელის ბიჭი იქნებოდა ეს სერჟანტი, მიდი ერთი ის გამიკეთე. ხო? რაღაცა ანუ ხო არ ყოფილა ჯერ იმედი მაქვს რომ არ ყოფილა. თუმცა ანუ ხო არ ქონია ვინმე ოფიცერს მაინც ცდუნება ამისი. კი, ეგ იყო ზუსტად საფუძველი იმის, რომ ჩვენ შევქმნით საბჭო. აი წარმოიდგინე ხა ესე შევხედოთ რა, მე პირადად ჩემი გამოსვლებიდან ჩემ თვალით ნანახი ჯარი. ჩემ პირადი გამოსვლებიდან მე ამ მწვანე წიგნის მიხედვით, ჩემი კარიერული განვითარების მიხედვით, საბჭოს დადგენილებებისა და ზოგადად ფუნქციის გააზრების, საერთოდ ჩემი კარიერა გავიაზრე. მე არ მოსულა რომ რაღაც უბრალოდ ერთი კონტრაქტი. როდესაც უკვე დავინახე ჩემი თავი თავის ძალებში, დავინახე როგორც პროფესიული განვითარება, პერსპექტივა დავინახე ჩემი თავის, დავიწყე ჩემი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. შესაბამისად, ანუ ამ საბჭოს წარმოიდგინე, როდესაც განიხილებოდა პირადი შემადგენლობის დანიშვნის საკითხი. ამ საბჭოზე განიხილებოდა შენი ესე ვთქვათ, დამსახურებები, ანუ მედლები, ყველაფერს თავის ქულა ჰქონდა. ფიზიკური მონაცემები, ანუ ტესტებში რა ანუ 6 თვის და ბოლო 3 ტესტი, რაც ჩააბარე ფიზიკური, იქ რა მონაცემები ჰქონდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყველაფერს. პატარ-პატარა ქულები, მაგრამ რა თქმა უნდა, ბოლოში თავის მნიშვნელობას იძენდა. დაცული იყო რა იცი, აი შეიძლებოდა მეთაურმა მოგცე ერთ კონკრეტ მოსწონდე უბრალოდ პიროვნულად და ძალიან ბევრი მედლები ზე წარგადგინოს და მიიღო. ანუ ამით შენ და მე პირიქით ძალიან კარგი პროფესიონალი ყოფილიყავი, მაგრამ მეთაურს არ მოწონდი რაღაც ეტაპზე და არ წარმადგინა, ანუ უბრალოდ არ წარმადგინა, ესე რომ ვთქვათ. ანუ შენ ისეთი დაბალი ქულები ქონდა, ესე რომ ვთქვათ, რაღაცეებს, რაც პიროვნებაზე იყო დამოკიდებული და არა მაინც და მაინც შენს დამსახურებაზე. აი შენ დამსახურებაზე იყო მაგალითად აი ეს ფიზიკური მონაცემები, რასაც ვერავინ ვერ გაგიყალბებდა, ესე რომ ვთქვათ. ასევე ქულა ქონდა მაღალი შენს აკადემიურ განათლებას, ანუ სამოქალაქო განათლება, ანუ გარდა იმისა, რომ სამხედრო მოსახური იყავი, რა განათლება ქონდა გარეთ მიღებული, ანუ ბაკალავრი და საფეხურების. მე მაგალითად პირველი რომ მოვედი უკვე მქონდა ხარისხი ბაკალავრის და როდესაც დავიწყე ზრუნვა, გავაკეთე პირველი მაგისტრატურა, მე მეორე მაგისტრატურა, რაც დაუკავშირე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად
ან სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერება და კონფლიქტოლოგია. რაღაცნაირად თეორიული პრაქტიკა შეურიე რა ერთმანეთს. რას უფრო მეტი ქულა ქონდა? ის რაც შენზე იყო დამოკიდებული თუ ის რაც შენზე არ იყო დამოკიდებული? რაც შენზე იყო დამოკიდებული. მაგას უფრო მაღალი ქულა ქონდა. ანუ ეგ საბჭო იყო აი როგორ გითხრათ ანუ უნიკალური, რაც არ ქონდათ ოფიცრებს. და რატო შეიქმნა ხა ეს საბჭო? ძალიან კარგი კითხვაა სოთა შორის. იყო ესეთი რაღაცა, რომ ოფიცერი, რომელიც თავისი ფუნქცია მოვალეობები გააჩნია და ის ვითარდება. წარმოიდგინეთ ასეულის მეთაური, ყავს ასეულის სერჟანტი. თუ ასეულის მეთაური წარმატებულია და ის შემდეგ საფეხურზე უნდა დაწინაურდეს, წარდგენილია და შემჩნეულია, მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სერჟანტს. ყველა ვარიანტში რა, ანუ ეს გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ოფიცერი ყოველთვის ცდილობს, რომ ის სერჟანტიც მასთან ერთად ამყოფ. ანუ რაც პრაქტიკულიც არის, მაგრამ პრობლემებს ქმნის რაში, რომ მე როდესაც ადამიანი ანუ მიწევს ერთი ქვედანაყოფიდან მეორე ქვედანაყოფში გადასვლა, ხო გახსოვთ როცა აუხსენით, რომ საშტაბო გამოსლებასთან ქონოდა და საბრძოლო განათლებაში უნდა ყოფილიყავ. ამ მომენტში მე ხო ჩემს მეთაურს კარგავ, რომელიც 100 მეთაური იყო ჩემი. ის 100 მეთაური წავიდა განვითარდა თავის კურსზე წავიდა ან სხვა ქვედანაყოფში გადავიდა თავის განვითარებას მიყვება და მე იმიტომ რომ საბჭოს შენ იმიტომ რომ სხვა მეთაურები გამოიცვალე, სხვადასხვა მეთაურები გამოიცვალე, არავის ეგრე არ მოწონხარო თან წაგიყვანოს. ხო. და არიან იყვნენ სერჟანტები, ვინც რჩებოდნენ ამ და შესაბამისად მე ჩემი პლუსი ის იყო რომ მე ძალიან კარგი განვითარებული ვიყავი. ხო, განვითარებული და თან ჩემი ესე ვთქვათ CV ყოფილიყო ძალიან მდიდარი. განათლება ცოდნა ეგ CV ხომ არ არის ფურცელი. და მეორე მხარეს რჩებოდნენ სერჟანტები, რომლებიც ძალიან დიდ საქმეს უკეთებდნენ. ყველა ვარიანტში ორივე საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ესენი რჩებოდნენ ოფიცრებთან, თავიანთ მეთაურებთან ერთად და მიყვებოდნენ იქ სადაც მიდიოდნენ. მაგრამ ბოლოსში ხდებოდა ეს რაღაცა, რომ მეთაური ყოველთვის ანვითარებდა იმ სერჟანტს, რომელიც არ ზრუნავდა თავის თავზე მაინც და მაინც ესე ვთქვათ განვითარებას და არ წვალობდა. და ამ საბჭომ ეს ყველაფერი დაარეგულირა. ანუ საბჭო არ აძლევდა საშუალებას, ძალიან დიდი წინააღმდეგობები იყო, რაც ძალიან მალევე შეგნების დონეზე ოფიცრებისგან. ბრიგადის მეთაურები, ბატალიონის მეთაურები ქმნიდნენ ამაზე პრობლემას, თუმცა ძალიან მალე მოხდა გააზრება ამ ყველაფრის თავიანთი მხრიდან, ოფიცრების მხრიდან და პატივისცემით მიიღეს ეს ყველაფერი თავისი პრობლემებით. იმიტომ რომ თქვით, ვახსენეთ, რომ იყო პრობლემები, რომ ვიღაცას ლიდერული თვისებები არ გააჩნდა, კარგი CV ჰქონდა, მაგრამ ვერ უხელმძღვანელა ქვედანაყოფს. ეს ყველაფერი დაარეგულირა, თუმცა შემდეგ უკვე ისევ მოხდა ამ ყველაფრის ჩაშლის და გაჩერების შემდეგ ოფიცერს აქვს საშუალება თავისი ესე ვთქვათ სიმპათიებით სერჟანტი ამოძრაოს მის კარიერასთან ერთად. რაშიც ახლა მარტივია ესე ვთქვათ სერჟანტისთვის. აი, გავაგზავნოთ ინტრიგნობა. ეს იმ ჯარისკაცს უთხარი გენერალობა რო არ უნდაო და სერჟანტები როგორ ხართ? მე მიფიქრია რომ ალბათ როგორ იქნებოდა რომ ყოფილიყავ გენერალი, მაგრამ უფრო იმაზე ფიქრობდი, ანუ 90% უფრო მეც ფიქრობდი რომ როგორ იქნებოდა რომ გავხდებოდი მთავარი სერჟანტი. ჩემი მთავარი მიზანი იყო მთავარი სერჟანტი და ვიაზრებდი რომ სერჟანტის ინსტიტუტი ყალიბდებოდა და ამაში მე ძალიან დიდი როლი მქონდა სხვა სერჟანტებთან ერთად. თან მომწონდა ის სამწუხაროდ თამდევი იყო თავის ძალებში რომ მოდიოდა ოფიცერი, რომელიც თავის მხრივ გინდა არ გინდა რაღაც ამას ბევრი წლების წინ ვიძახი. წამოწევ გვერდში იყენებდა თავის მეგობრებს, თანამებრძოლებს, კურსელებს, ვინც ერთად დაასრულებს, ანუ მაქსიმალურად რაღაც ეს პირამიდას აკეთებდა, სადაც თავისი სანაცნობო და სანდო ადამიანები იყვნენ. ჩვენ ხო განვიხილეთ კიდევ რაღაც თურქული განათლება, ამერიკული, ბრიტანული. აი ესეც ანუ ნეპოტიზმი კი იყო, მაგრამ თან იდეა საჭირო ნეპოტიზმი, ანუ კეთილთვისებიანი ნეპოტიზმი. ცოდნაზე დაფუძნებული რა, ანუ ის იმიტომ გაყავდა მარტო რომ მეგობარი იყო, თან იცოდა იმან. ხო, ანუ საქმეს გაუკეთებდა, იცოდა, მაგრამ აქ ხო ანუ ამას ვაკეთებ რაღაც იჩაგრება ხო ითქუნება შემდეგ. ამაზე იყო, ესე რომ ვთქვათ, გადამოვწდა. არაფერი. მე მგონი თუ ის თქვა წინდა. ხო, ამაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ სერჟანტებში ვერ ხდებოდა ეს, ანუ ეს მომწონდა სერჟანტებში, რომ როდესაც მოდიოდნენ დავშტო ოფიცრები, რომელსაც მოყავდა თავიანთი ესე ვთქვათ პირადი შემადგენლობა, ცოტა ნათქვამია, მაგრამ გამგები გაიგებს.
როდესაც ეს ოფიცერი დაუშვათ თანამდებობას დატოვებდა და მოვიდოდა სხვა, იმას ხო თავისი მოყავდა და შესაბამისად ეს დანარჩენები იჩაგრებოდნენ და ვიღაც თუ ოდესმე ბრიგადის მეთაური იყო ან რაღაც სარდალი იყო, შეიძლება აღმოჩენილიყო ინსტრუქტორად, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ გამოსვლებას მაინც აზიარებს, მაგრამ შეიძლება ერთ თანამდებობა მიიღო და შემდეგ ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნებულიყო უკან. ხოლო სერჟანტი ყოველთვის ანუ სერჟანტს ვერ ეხებოდა ესე რომ ვთქვათ ეს სისტემური ცვლილება. მეთაური თუ იცვლებოდა, სერჟანტი თავის განსაზღვრული ვადით რჩებოდა ბოლომდე, სამდეც ეკუთვნოდა, სანამ შემდეგი საბჭო არ შედგებოდა. და ანუ ეს განვითარებაც ან თუ გახდებოდა ბრიგადის სერჟანტი, ხელს უწყობდა შემდეგ, ანუ მას არ ჰქონდა პრეტენზია, რომ მაინც და მაინც სარდლობის სერჟანტმა გამختارიყო. ის ან მიდიოდა კურსზე ისევ რომ თავი გაეზარდა ანუ განათლების მხრივ, ან ბრუნდებოდა საშტაბო გამოსვლების გასაზიარებად ან მისაღებად. ხო ხდება, ძალიან კარგად იყო დაალაგებული რა. აი და ეხა ინტრიგნობას ბოლომდე ჩავაჭიროთ. როგორი არის ცუდი მეთაური? პირადი გამოცდილებით მოყევი სახელი დაგორებით თუ გინდა არ დაასახე. არა. ცუდი მეთაური პირველ რიგში არ უნდა იყოს ტოქსიკური, ცოტა გაცვეთილი ამბავია ეს ტოქსიკურობა, მაგრამ რა იგულისხმება? ანუ ადამიანი, რომელიც ტოქსიკურობა რასაც მოიცავს ამ შემთხვევაში, მაგრამ ადამიანები სამწუხაროდ ჩვენთან ეს ლიდერშიპი რო ავიღოთ, მართლობა არის კლასიკური და თანამედროვე მართლობა. საკამათოა თუ რომელი მუშაობს ქართულ რეალობაში, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი სტანდარტები უფრო დასავლურ ცივილიზაციებს ერგება, ასე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში კლასიკურ ლიდერს არ აქვს ადგილი. ან შეიძლება ჩვენს რეალობაში რაღაც ჰიბრიდული ყოფილიყო. ნუ კლასიკური ლიდერი ან მარტივად რო ავხსნათ ხა, ეს არის ადამიანი, რომელიც ბრძანებს რომ გაკეთდეს ეს, არის მეორე ტიპის ლიდერი, რომელიც მიუძღვება თავის ქვედანაყოფს ამ პირად შემადგენლობას, რომ ის დგება პირველი და ის წინამძღოლი არის, როგორც აი სერჟანტის კრედოა, მე ვარ სერჟანტი, ჯარისკაცთა წინამძღოლი. ეს არის ნამდვილი, ესე რომ ვთქვათ, ლიდერის თვისება. მესმის რომ ხა შენ ცდილობ რომ თავი არიდო ამ კითხვას, მაგრამ არ მოგწევ ამას შევეცდები. თუ ცდილობ ავარიდებ ბოლომდე. მე გულისხმობ სერჟანტი და მისი მეთაური. ხო. აი აქ მე მესმის რომ თვითონ სერჟანტიც მეთაურია და შენ ახლა პასუხიც გამეცით ეცადი რომ სერჟანტით გამომძვრალიყავი, მაგრამ არა. აი ოფიცრის და სერჟანტის ამ ურთიერთობაში რა არის თქვენ წითელი ხაზი, ანუ კაი ცოტა დავარბილო კითხვა, ანუ როგორი არ უნდა კომპეტენციები. ანუ სერჟანტს აქვს თავისი კომპეტენციები და ფუნქცია-მავალებები და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ამას არც დასაძრახია ეხა ამის თქმა არაფერი, ანუ როდესაც მეთაური ერევა სერჟანტის კომპეტენციაში ფუნქცია-მავალებებს იღებს ოფიცერი მეთაური ძალიან იპატარავებს თავს, ესე რომ ვთქვათ, ანუ ოფიცერი რომელიც დგება და სერჟანტის გვერდით ავლით იწყებს კომუნიკაციას პირად შემადგენლობასთან პირველ რიგში აკნინებს სერჟანტის ფუნქცია-მავალებებს, შემდეგ სამწუხაროდ მას არ აქვს კარგ ოფიცერს და ანუ ესე რომ ვთქვათ მენეჯერს, არ აქვს დრო პირად შემადგენლობასთან იმდენი დრო დახარჯოს, რაც ფუნქცია-მავალებით ეკისრება სერჟანტს. არსებობს სერჟანტი. მას ბევრი საქმე აქვს, ესე რომ ვთქვათ, და მის კრეატიულობას უნდა ქონდეს ძალიან დიდი თავისუფლება. ანუ ომს იგებს რა, ანუ გეგმა, ხო? ანუ გეგმა შეიძლება ერთ და იგივე დონის სიძლიერის იყოს ერთი მეთაურის და მოწინააღმდეგის, ამ შემთხვევაში იქ უკვე კრეატიულობა და სისწრაფე იგებს, ხო? ანუ ამისთვის საჭიროა მეთაურს აბსოლუტური კომფორტი კონდეს. ანუ წარმოდგენილი ინფორმაციით, ანუ მოპოვებული ინფორმაციით დაგეგმოს ისე რომ ანუ ამ დინარეს გაიყვანოს პირად შემოდგმას რომ არ დასველდეს. ანუ ხო ხდება რა დონეზე უნდა იმუშაოს და ეხა ოფიცერი რო ადგება და აი დაიწყებს კარადების შემოწმებას და პირადი შემადგენლობის რაღაც ან ძალიან ცუდი სერჟანტი ყავს და ყველა ვარიანტი წაგებულია მაინც. ან თვითონ არის ცუდი მეთაური. ხო, ან თვითონ არის ცუდი მეთაური, ყველა ვარიანტი თვითონ არის ცუდი მეთაური, იმიტომ რომ თუნდაც ცუდი სერჟანტი ყავდეს, მან არ უნდა შეცვალოს, ან უნდა გაზარდოს სერჟანტი. სხვა შემთხვევაში მაინც ყველა ვარიანტი თავის საქმეს იფუჭებს. ყოლია ცუდი მეთაური. ცუდი მეთაური მყოლია სამწუხაროდ და ბევრი რამე მისწავლია ცუდი მეთაურისგან. რაც მისწავლია, ესე რომ ვთქვათ, მოკლე დროში, ანუ ადამიანურად და ესე რომ ვთქვათ, მართლობის მხრივ ვიძახი, მისწავლია ცუდი მეთაურისგან.
სამწუხაროდ კი ყოფილა. კი, რა თქმა უნდა, ხა ეგრე არ ვიკადრებ, რომ ვინ თქვა? პრინციპში მე მგონი ამოვწურეთ ეს თემა მეტნაკლებად, რაც თქმელი იყო თქვით. თუ შენ რამეზე გული არ გექნება. ძალიან ჩემთვის ეხლა ხო ხდები ძალიან მომწონს ზოგადად ეს ინსტიტუტი და მის სახელს ვატარებ ესე რომ ვთქვა. ძალიან სამწუხაროა რომ ბევრი რაღაცა შეიძლება ვერ განვიხილე, ბევრი რაღაცა ვერ ვთქვი. ბევრი მადლობა ვერ ვთქვი იმ ადამიანების მიმართულებით, ვინც ამ ინსტიტუტს საფუძველი ჩაუყარა. ვერ ვისაუბრეთ განათლების სისტემაზე, ანუ სერჟანტის განათლების სისტემაზე, თუმცა ერთი რაღაც შეგვიძლია ესე სიამაყით მე ვთქვა, რომ დღეს სერჟანტთა აკადემიას, რომელიც თავის სკოლიდან, კურსიდან სკოლისა და შემდეგ განვითარდა და მივიდა აკადემიამდე, ქვია ჩემთვის ძალიან საამაყო ადამიანის სახელი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია. ანუ აი ამ სერჟანტთა აკადემიაზე ეს რო ვთქვათ ვერ მოვასწარით კარიერულ განვითარებაზე საუბარი, როგორ არის ჩვენთან, როგორ არის სხვასთან. თუმცა ნუ ვერ ხო ან შემდეგში იქნება, ან უბრალოდ განათლების ეპიზოდზე როცა ვილაპარაკებთ, მიგეთ ჩვენ მაგასაც აუცილებლად დაუბრუნდებით. წოდებებიც, ანუ შეგვიძლია უბრალოდ თუ იმე დაინტერესებული ვარ სერჟანტთა კარიერული ზრდა როგორ ხდება, ან თუნდაც განათლების მხრივ, ან წოდებები რომელია პირველი წოდება და რომელია ბოლო წოდება, შეგვიძლია თავის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ან კომენტარებში დავდეთ მის ვებგვერდს, ასე რომ ვთქვათ, იქ ჩამონათვალს შეგიძლიათ ნახოთ, გამოიყენოთ შემდეგში თუ რაღაცა შეიძლება თემას წერდეს. აი აქ თუ კი ფოტო არსებობს, აქ ამოვანათებთ ამ ფოტოს. აი იქნება. და თვითონ ლინკიც აღწერაში აუცილებლად დავდებთ ამასაც. კი ბატონო. მადლობა შესაძლებლობისთვის და მადლობა სამსახურისთვის. მე სულ მიფიქრია, რომ ემსახურა ოფიცრობას სერჟანტობა ხოლმე მერჩივნებოდა თქო. აუცილებლად სერჟანტა უფრო რაღაცა მგონია რომ ეგ უფრო არა ორივე მნიშვნელოვანია. არა მაგაზე ხო რა გამოგდის ადამიანს როგორ გამოგდის მაგაზე თუ რა თქმა უნდა ხო ოფიცერს თავისი ფუნქცია მოვალეობა აქვს სერჟანტის. მოკლედ მადლობა რომ გიყურეთ. თუ ჯერ არ დაგილაიქებიათ ვიდეო ახლა სწორი დრო რომ დაალაიქოთ. გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, არხი გამოიწერეთ თუ ჯერ გამოწერილი არ გაქვთ. მომავალ ლოშარათამდე ნახვამდის.